ეს წყლის ტესტერია და აუზისთვის არის საჭირო. სოფელში ან აგარაკზე აუზი ძალიან კარგი გასართობია ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მაგრამ მასში წყლის სუფთა შენარჩუნება დამატებით ხარჯებს და ენერგიას მოითხოვს. ეს გარდა ესთეტიური საკითხისა, ჯანმრთელობის კუთხითაც აუცილებელია, რადგანაც ზაფხულში მზეზე საკმაოდ ბევრი ბაქტერია მრავლდება წყალში. ამიტომ გვჭირდება დამატებითი ქიმიკატები იმისთვის, რომ წყალი სუფთად შევინარჩუნოთ. ქიმიკატებიდან აუცილებლად საჭიროა ქლორის ტაბლეტი, ქლორის გრანული, ფლუკოლანტი, pH-ის რეგულატორი და ალგეციდი. გარდა ქიმიკატების ასევე დამატებითი მოწყობილობებია საჭირო, რადგანაც ზედაპირზე მოტივტივე თუ უკვე ჩაძირული ნარჩენებისგან გავასუფთავოთ ჩვენი აუზი. წყლის შემკრები, რომელიც ფილტრს უერთდება და ზედაპირული ნარჩენებისგან ასუფთავებს წყალს, ესეთი ბადე, რომელიც ხელით გასაწმენდად დაგჭირდებათ და ტივტივა, რომელშიც ქლორის ტაბლეტები იყრება. და კიდევ დამატებითი ეგრეთ წოდებული წყალქვეშა მტვერსასრუტი, რომელიც ფსკერზე დალექილი ნარჩენების ასაღებად დაგჭირდებათ. ასევე ფილტრი, რომელიც დიდ აუზებს მოყვება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სიმძლავრე ცოტა აქვს და ჯობია შეცვალოთ. ეს კონკრეტული აუზი 16 ტონიანია, უკვე მეორე წელია გვაქვს და ჩემშულებს ძალიან ახარებს. თუ თემით დაინტერესებას დავინახავ კომენტარებში ქიმიკატების დოზირებასა და მოვლის დამატებით სპეციფიკაზე კიდევ ერთ ვიდეოს ჩავწერ.